ანონიმუსი 2 ევრო. მოდი წავიკითხოთ. ნიკო საღამომშვიდობის ასეთი სიტუაცია მაქვს. აქტიურად მუშაობს საკუთარი თავის hardcore განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით. თან მუდმივად მაქვს საპირისპირო სქესთან ურთიერთობა. მომენტებში ვფიქრობ, რომ დროს ვკარგავ, მაგრამ თან ამითაც ვკაიფობ, ვერ დავაბალანსე. იცი რა არის? მანდ მარტივი ფიქსი არ არსებობს, იმიტომ რომ როცა ჩართული ხარ აქტიურ თვითგანვითარებაში და ფეხს იდგავ და რამე და რომე მაგ დროს უნდა ერიდო მანდილოსნებს, იმიტომ რომ მანდილოსნებს მიაქვთ ძალიან დიდი დრო. ხვდები? და როცა უკვე ყველაფერი აწყობილი გაქვს და უკვე მორჩა ყველაფერი კარგად არის, მაგ დროსაც მიაქვთ დროთან ძალიან ბევრი, მაგრამ მაგ დროს უფრო შეგიძლია რომ დააბალანსო პოზიტიურად, ხვდები? ანუ მანდ ისეთი რამე არის რა, რომ შეხედე რა, სჯობს მოერიდო. ბალანსი მანდ არ არის ყოველთვის შესაძლებელი და თუ ვერ დააბალანსე, რაც მარტივი არის. ესე იგი ვერც დააბალანსებ, ესე იგი არ შეგიძლია ფიზიკურად, ამიტომ საპირისპირო სქესთან ურთიერთობა მოდი დროებით მიატოვე. იმიტომ რომ მართლა ეგრე არის რა, ანუ რამდენ ბიჭზე უნდა ვნახოთ ეგრო, აქვთ მთელი გეგმები, მთელი ეს, შევლენ ურთიერთობაში და მორჩა რა, ანუ ხდებიან ფუტკრები. ვერაფერს ვეღარ ახერხებენ, ვერც თვითგანვითარება, ვერც თვითდასაქმება, ვერაფერი ეგეთი და ისეთი რამე არის რა, ანუ როგორ თქვა, უვარდებათ ტესტოსტერონი, ემატებათ პროლაქტინი, აი მოისვენე, აი ხლა კარგად იყავი. იმიტომ რომ ზოგადად ეგეთი თვისება აქვს რა, საპირისპირო სქესთან როცა გაქვს ურთიერთობა საკმაოდ ინტიმური, აი მაგ ინტიმური პროცედურის მერე ტვინი ეგეთ რამეს გეუბნება, რომ ეხლა დროა დამშვიდდე, მოდი აღარ გინდა რაღაცა მთების დაპყრობა, მოდი აღარ გინდა თავგადასავლები, დამშვიდდი, იმიტომ რომ ეხლა შვილი უნდა გეყოლოს და მოდი კარგა, ამიტომ ერიდე. აი, ერიდე. ეგრე არ არის რა, რომ დააბალანსო. იმიტომ რომ თუ ვერ დააბალანსე, რაც იდეაში მარტივი პროცესია, ესე იგი არც შეგიძლია. მაგრამ მადლობა სუპერჩატისთვის, ანონიმუს. უბრალოდ პირველი არ ხარ რა, ვინც იმითი იტანჯება, რომ საპირისპირო სქესს დიდი დრო მიაქვს. კი მიაქვს, ძალიან დიდი დრო თან. ამიტომ ცხოვრების ყველა ეტაპზე არ არის რა სასურველი, რომ ეგ დრო წაიღოს. მით უმეტეს, როცა ჯერ აი ეგრე ასე ვთქვათ, HR-ზე ხარ და როცა მყარი ფუნდამენტი არ გაქვს არც ფინანსური, არც ისეთი სხვა მხრივ განვითარებას რაც ეხება, მანდ როცა შემოდის distraction-ი, ამ შემთხვევაში საპირისპირო სქესის სახით, როგორც წესი მარტივად უკეთებს ყველაფერს ოკუპირებას.